სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ზმანო და დამო. დღეს მე ერთ მეტად საინტერესო ცნების და თემის შესახებ მინდა გესაუბრო. თან ამდენი ომი, ამდენი აპოკალიფსური ამბების შემდეგ რაღაც თერაპიასავით იქნება ჩემი აზრით და რა თქმა უნდა სული სასარგებლოც იქნება. მე მინდა შევეყო მეტად საინტერესო ცნებას უფლისა, ახალი აღთქმისა, იმდენად საინტერესო ეს გაგიკვირდებათ კიდევ ზოგჯერ არ აქცევენ ყურადღებას, ცნება არის ძალიან ისეთი თითქოს უცნაური. ესე იგი, მოკლედ ხო არის არა კაცკლა, არა იპარო, ეს არის შეხედეთ ყვავილებს. რა უცნაურია რა? როგორი ცნება, ესე იგი, მაცხოვარი როგორი აი ასე ვთქვათ, როგორი შემოქმედია, ხელოვანია, ფიტოთერაპია, უმაღლესი ფილოსოფი, უმწვერვალესი კი არა, უსაზღვრო დიდი ფილოსოფოსი, ფიზიკოსი და ყველაფერია მაცხვარი და მათ შორის მაცხვარი არის უსაზღვრო დიდი მხატვარი. ესე იგი, ნახე როგორ ცნებას გვაძლევს, მე ამ ცნებას მარტო ესეთი არ არის ცნება, რომ მარტო შევხედოთ. შეხედეთ, როგორ იწყება ეს ცნება, ეს არის ლევსე თავი, მათეს სახარება. ლუკაშიც მეორდება მე-12-ში. შეხედეთ ველის ყვავილებს. სასწაულია ერთში. როგორ იზრდებიან ისინი. არც შრომობენ, არც მოირთმევიან, ანუ არ იპრანჭებიან, როგორც ასე ვთქვათ რა, ძალიან უხეშად. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელი თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამადგარი ყვავილი. ესმით თქვენ, სოლომონი იყო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაცი, რომელსაც ჰქონდა გარდერობი ალბათ 300-ის, რა ვიცი მე, ახლაც ბევრს აქვს, ხო, დიდი გარდერობი და რა 300-ელი და რა 300-ელი არ აქვს, მაგრამ სოლომონს ვერავინ შეედებოდა და სოლომონი თავის შესამოსლებითაც კი რო შეიმოსებდა, ამ ყვავილებს ვერ აჯობებს. როგორი ცნება. და თუ კი მინდვრის ყვავილი, აი რატო გვეუბნება ეს რა ცნება, ჩემო ძვირფასო, თუ კი მინდვრის ყვავილი დღეს არის და ხვალ თონეში ჩაიყრება და ღმერთი ასე მოსავს, მაგრამ თქვენ უფრო მეტად არ შემოგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო, რასასწაული ცნება და ნუ ზრუნავ, ნუ ამბობთ რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რა ჩავიცვათ, ვინაიდან ამას წარმართიეძიებენ, ვინაიდან თქვენმა, ნახეთ რა საინტერესო ამის შესახებ ჩვენს გვისაუბრია, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ რა გჭირდებათ, გესმით? ესე იგი, ღმერთმა ჩვენზე კარგად იცის და ამაზე რა გჭირდება ჩვენ რო ვზრუნავ და ჩვენ რო გვია, ჩვენზე მეტად ზრუნავს. ჩვენს ჩასაცმელზე, ჩვენს საჭმელზე, ჩვენ რა ვიყრი ვინმე უხუცესი ავირჩიოთ, რა უხუცესი მე არის 63 წლის კაცი, ვინმე თუ არის 70 წლის, ან რა მნიშვნელობა აქვს აგერ 50 წლის ანი ხარ ახალგაზრდები ავიღოთ პირობითად რომელიმე 70 წლის ვინც ახლა ტაძარში ხარ, როდესმე ერთი დღეში ერთი დარჩენი ხარ. არ არსებობს. თვითონ თუ ადამიანი ხარ, ჩვენ გვაქვს ხო 3 დღე არ ჭამთ ხო, ახალგაზრდობაში მე ბოლო ერთი კვირა საერთოდ არ ჭამდი. ეს შენი ნებით, მაგრამ როდესმე დარჩენი ხარ ფშიერი, აბსოლუტურად ყველა მეტყვის ვარ, გესმით? ან ტიტველი გამოსულხართ გარეთ. ხო ყოველთვის გვაცვით ჩვენ. ჩაუცმელი ყოფილი ვარ, არასოდეს არ მოგვერდია ჩვენ ჩემი. ეხლა მით უმეტეს
ძონძები და სუპერ ძონძები ერთმა დააწერა მეგრებმა თავის ისეთი სამოსელი და ისეთი არ სასწაულო ჩემს ხო და ნახეთ ახლა რა მინდა ახლა მე ბოლოში უნდა გითხრათ რაც სათქმელი მაქვს სულ ბოლოში სასწაულ ამბავი უნდა მოგითხრათ მაგრამ ნელ-ნელა უნდა მიუახლოვდეთ ესე იგი მე ბოლოში გეტყვით ამ ეს ცნება როგორ შევასრულე და ისთვის რო შევხედე ყვავილებს მაგრამ მანამდე აი მივდივარ ეს ცნება ხო ახლა ბოლომდე ჩავიკითხე ეხლა ვაქცე აი ამ ცნების შესასრულებლად შეხედეთ ველის ყვავილებს მე სპეციალურად ჩავედ თიანეთში აი ეს ვეღარ დავმახსოვრე და მომავალში ვაპირებ ბლოკნოტით წასვლას და ყველაფრის ჩაწერას მე მგონი მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ეს ის პერიოდი იყო როდესაც აღდგომიდან სულთმოფანებამდე პერიოდი როა წავედი ჩემი ახლა მარტო რო არ პორტუგალი ჩემი შვილი გიორგი და გიორგის ხო აპრილში ჩავედით მაგრამ ძალიან ციოდა და წამოვედი და თხეებში ვერ გავედით და ველებზე მაგრამ გზად რაც გავიარეთ აპრილში გვირილებით იყო მოფენილი მთელი ტერიტორია ჰექტორები ულამაზე თეთრი მინდვრები მწვანე ხო ამინდვრები თეთრი მინდვრები თეთრი ველი მწვანე ხო არის ველი და ცოტა რომ დათმა მოკლედ აი ამ პერიოდში მაისის ბოლოს თუ ივნისის დასაწყისში ახლა ვეღარ ვიხსენებ სულთმოფენობის დროს ან რო ახლოვდება სულთმოფენობა წავედით მაგ დროს 3 დღე დავჭი და არის იმაში რა ქვია თიანეთის მახლობლად რომ არ დამავიწყდეს რამე ამოწერილი მაქვს კახეთის დედაქალაქი ბოდოჯი იყო თელავამდე მე-11 საუკუნის დასაწყისში ეს იყო თიანეთი იყო პრაქტიკულად ეს ბოდოჯი იყო თიანეთიდან 9 კილომეტრი დაკეთ რა 9 კილომეტრი რო გადმოწვი მეხარებელი თიანეთი ანუ იგივე თიანეთი ხალხო ბოდოჯი იყო კახელ მეფეთა და დედოფალთა რეზიდენცია და იმ ადგილზე კახეთის მეფეს მაგალითად კვირიკე მესამე თუ არ ვცდები ვინც დაუპირისპირდა სამწუხაროდ ბაგრატ მეოთხეს და ძმათა შორის ომი მოხდა დიდად სამწუხაროდ ბოდოჯი დედაქალაქი იყო და აი ამ დედაქალაქში მან ააშენა სასწაული რეზიდენცია და სასახლე რომელსაც მემატიანი გვეუბნება რომ ამ სასახლეს ერქვა სასახლე ხელოვანი ესე იგი კვირიკემ ისეთი სასახლე ააშენა ხელოვნების ნიმუში ყოფილა გამიგე ნუ სამწუხაროდ ამ ძმათა შორის ომში ეს დაიწვა ეს სასახლე და დაინგრა და მე აღარ არის ისტორია როგორ ვიღა აღადგენდა მე გადაიტანეს კახელებმა თელავში ეს რაც იყო ამ ბოდოჯში ამ მიდამოებში რაღაც ნანგრევებია შემორჩენილი კოშკებია შემორჩენილი ტაძრებია და ეს ციხე ბასტილის ციხე ხო ვიცით როგორი იყო რა იმაზე დიდი ყოფილა ხალხო 9 კოშკი ბასტილიას აქვს არის 9 რამდენია კოშკი აი ესეთი ყოფილა და 2 ტაძარი აბანო ამ გალავნის შვაში 2 ტაძარი სასახლე ხელოვანი ნუ ყველაფერი ქონდა კახეთის მეფეს იცით ახლა კახეთი რა მდიდარი და ჩემო ძვირფასებო პირამდე არის დაგრეული აი ამდენია თქვენი შემორჩენილი აი ამდენი აი მიწამაზე დაფარა კომუნისტები იცით თქვენ ანგრევდნენ სასახლეებს რომ არ ენახათ ხალხს რა კარგად ცხოვრობდნენ თავადები გარიყულაზე 20 სასახლე დაანგრიეს მეფის ქალაქი 20 სასახლე და ყველგან დაანგრიეს ბარაკონი ტაძარი რამხელა და რაჭის თავაც რამხელა სასახლე ეკნებოდა წარმოიდგინეთ სულ ყველაფერი დაანგრიეს ეს მუხრა ბატონი სადაც სასწაულებრივად 1-2 გადარჩა და ჩემო ძვირფასებო მე მოვიშველი ამ ადგილის
სიმშვენიერის საილუსტრაციოდ თიანეთელი პოეტის მირზა გელოვანის ლექსს 9 კარა, აი რაზეც ყვებით ახლა ჩვენ 9 კოშკი 9 კარა ძალიან გამიხარდა და 2014-16 წელს 9 კარა ეს შედევრი ქართული პოეზიის შეტანილი იქნა სასკოლო პროგრამაში. მოკლედ სამ ნაწილად დავყავით, მოკლედ შევამოკლე. ასე იწყება ლექსი. ჩემს ბავშვობაში 9 მთათა კალთას ციხე რა მიდგა მთაზე მაღალი, გესმით რა გალავანი ქონდა კახეთის მეფე. 9 კარა ერქვა და თითო კართან 9 ლოდი იწვა 9 ძმის მაგვარი. მე ყოველ დილა ავდებდი აღმარს, როგორც მე და გიორგი მოწავედით რა, აღმარს აუხევით, მანქანი. მოწყებილი და უმიზნო ჩუმი ჩამოჯდებოდი დანგრეულ თახთან და ყურს ვუგდებდი წარსულის თუმის. ისეთი მისტიკური ადგილი ჩემო ძვირფასებო, რომ იქ რომ მივალ მართლა ყური უნდა დაუგდო აი ამ ძველი კახეთის ისტორიას. თითქოს ეს სიჩუმე მოგიყვება შენ აი ამ ისტორიას, ისეთ საოცარი რამე. ავედით ეხლა თავარი ბოლოშია რაც უნდა გითხრათ. ავდივართ და ამ 9 კარასაც გავარ ფანტასტიკური ადგილია ჩემო ძვირფასებო. თიანეთში რომ მოხვდებით, ან ჩემ დაბადების დღეზე ან სხვა და აგიყვანთ მე და იმ ადგილს განახეთ. რა ადგილზე ცხოვრობდა კახეთის მეფე და დედოფალი, რა თქმა უნდა რა ადგილს აირჩევდნენ, ახლა ხო გესმით. სხვათა შორის ეს არის საოცარი ადგილი, მთები, ველები, მწვერვალები მოჩანს და 3 მდინარე ჩაუდის. ვერხველა, საჭურე და კუსნო. აი ამ რეზიდენციას და ამ ბაღებს, მეფის ბაღებს, ბუნებრივ ბაღებს. ვერსალის ბაღებს ჩაისვამ ჟიბეში, არაფერი არ არის ვერსალის ბაღები თქვენს დამეთანხმებით, როცა მე ამ ადგილს განახილე. ეს არის ღმერთის დახატული, ვერსალი იყო ფრანგების მებაღეების გაშენებული ბაღი. სად ღმერთი და სად ფრანგი მებაღე. სასწაული ადგილი, ეხლა გაუჭრიათ, არ ვიცი, სიმონმა მითხრა, რომ გაჭრეს იმ ადგილებში ყველა ადგილი მოვლილი მაქვს და გაუჭრიათ გზა ხრეშიანი და ავედი ბოლომდე და საჭურის თავზე მწვერვალამდე ავედი. გადმოვხედე იქიდან ამ კახეთის რეზიდენციას ძველი მეფის და დედოფლის და ამ ბაღებს და რა სილამაზე იყო ჩემო ძვირფასებო. ყველაფერი გამოჩნდა ირგვლივ, მთები, ველები და ღრუბელი იყო და გეგონებოდა ბოდორჯი აი ამ კახეთის დედაქალაქი ზეცას უერთდება. ფანტასტიკა. ეხლა მე მინდა გავნაგრძო ლექსი. მეგონა ქარი უშორეს ზღაპრად მომახარებდა რამეს საოცარს. მიმასწავლიდა თამარის საფლავს და დაუწევე ვეფხის ტყავსაც. ამას ბოლოში არა, ეხა კიდევ ერთ რამეს. ხო და მოკლედ მე და გიორგი მივდივართ ამ ფანტასტიკურ საკვირველ საოცარ ადგილზე, ტკბებით სიმშვენიერით მაისია, ხო იცით მაისი რა, ძვირფასია თუ ივნისის დასაწყისი და ზღვის დონიდან არის ეს ადგილი 1200 მეტრი, მივდივართ ტკბებით და გიორგის უთხარი რომ მოდი ეს გორაკი ავიაროთ მეთქი და იმ დიდი ველია მეთქი. ხა ჩავედით ყვავილების სანახავად რა, ამ ცნების შესასრულებლად, მაგრამ მე იქ მინახია ყვავილობა კრაზანის, ანუ ცეცხლთავა, მეორენაირად ქვია, ყვავილობა შავთავის, ყვავილობა ორკბილის, ყვავილობა, ნუ რა ვიცი, ჯინჯრის, თიანეთი არის, თავიდანვე იყო ჩემო ძვირფასებო, ესე ეწერა სკოლის წიგნებში, ფიტოთერაპიულ ყვავილებში და საერთოდ მინდვრის ყვავილებში ყველაზე მდიდარი ადგილი. და აღმოჩნდა, რომ საქართველოში კი არა, ეხლა მსოფლიო მყვაღია, რომ ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. ჰაერი. და ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის ყვავილები, ამაზე მეტი არსად არის. ამაზე მრავალფეროვანი არსად არის. გამიგეთ? და ნახეთ რა ხდება. გიორგის ვეუბნები, რომ აქეთ
გორაკზე ავდივარ და აი გორაკის მერე რომ გაიშლება მეთქი მამა დიდი ველები აი ყვავილები და მომარჯვებული ვარ რომ გადავიდე სკოლა ჩემო ძვირფასებო ავედი და რას ვხედავ მე ამ დროს იქ არასდროს არ ყოფილა დროის ამ მონაკვეთში და ეთყობა ამ დროს ყვავის ჩემი შეთხოვით მე მომვალწეს თუ ვიცოცხლად მე პრაინებ ამას ყველაფერს ჩავწევ ბლოკნოტში და გავარდებ კარგად რომ ავედით გავოგდი და დავიჩოქე იქ რას ნახე ოღონდ ყვავილებს კი არ დავუჩოქე ჩემო ძვირფასებო ღმერთს დავუჩოქე რომ ესეთი მინდვრის ყვავილები აი ესეთი რა მანახა ჩემო ძვირფასებო საოცრება, ну ამას ბოლოში გეტყვით, ოღონდ ლექს ჩავამთავრებ და მე დაინგრენ 9 კარის მჭენი. მაგრამ ნანგრევთან როცა გავივლი, დამხვდება თახთან ბავშვობა ჩემი, როგორც ლამაზი თეთრი ყვავი. ირზაგელოვანის ლექსი, აი ყვავი. და მოკლედ ეხა კულმინაცია რა ვნახე მე ასე ვთქვათ ღვთისმშობლის ბაღში საქართველოს ხო უწოდებენ და ესეც ნაწილია ხო ის ადგილი ნაწილია ღვთისმშობლის წილხვედრის საქართველოს ნაწილი ანუ ღვთისმშობლის ბაღი ესეც რა ვნახე ღვთისმშობლის ბაღში და რა რო დავიჩოქი ჩემო ძვირფასო ამას ქვია ყვავილების ქვეყანა ჩოქვი შემოვიდა დაჩოქილი ვარ ნუ გაუგნებული ვარ და ეხლა ამას რა თქმა უნდა მე თქვენ ვერ გადმოგცა ვერავითარ შემთხვევაში მაგრამ ამას მე განახებ თქვენ თუ ვიცოცხლად და ღმერთმაინდება და ვინც წამომყვება იქ იმ დროს თორე ყვავილობა როგორ ჩემი შეტყობით მე უფრო კარგად დავასტურებ ამას მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს იმიტომ რომ მე რო ავედით მე აღარ მოილი შეიძლება 2 კვირის მოკლედ თქვენ იცით რა თან მაცხვარი ამცნებას იმიტომ გვეუბნება ეს თერაპია ჩემო ძვირფასო თერაპია აი მე მახსენდება ნინო ფიფია ზურა მაცკავას მეუღლე რომ მან შენა ბაღი თავის სახში როცა კერძობინა იყიდა ზურამ და მეუბნება რომ მამა გულისფანცკარი დველოდებიო დავგეო ვარდა პირველი კოკორიო როგორც კი გამოვაო მე ბედნიერი ვიქნები და ეხლა უკვე წალკოტი აქ იქ ერთი კოკორი კი არა წალკოტია სარკესანახავია ნინოს ბაღი ამ ორი მართლაც უნიჭერის და ხელოვანი ცოლქმარის ბაღი აი ნინოს ეს ნიჭერება გადმოსულია ბაღში ხო და თერაპია ჩემო ძვირფასო თერაპია ადამიანი და თიანეთის ხელუხლებელი ტყეები ეს არის მაგალითად იქიდან რომ შემოვდივარ ცხვარი ჭამიიდან ტყე საბადური სოფლიოს 10 ტყეში შედის აი სადაც არჩილი მინდის არჩილი სადაც მეფე არჩილის ის არის იმ ტყეს რო გავიდით ხო გახსოვთ სოფლიოს 10-ში შედის მე კი არ ვიგონებ ეს რეგიონალური განვითარების ფონდის ის არის წერილი იყო საქართველოსზე და ის წერილი წამაკითხეს ჯუანშენმა ჩვენმა მრევლმა ყოფილი მინისტრი სამხედრო მინისტრი იმან წამაკითხა მანამდე იქ მუშაობდა პირდაპირ ჩემ თვალით წაყვი სოფლიო გესმით ხალხო ამდენი კონტინენტების იმ საქართველოს ეს დღე შესულია 10-ში სასწაული დღე და ნუ ეს მთელი თიანეთი და აი რა ვნახე ახლა მე და დავასრულე ხალხი იმიტომ თქვი სულთმოფენობის პერიოდი არის მეთქი და ამას რო ერთხელ ქართულ სულთმოფენობის ხატში თითქოს არ მინახია თუ ნახავ მე აუცილებლად მანახეთ ან ზურას ვეტყვი და ზურა იცის სპეციალისტი უფრო ბიზანტიურ ხატწერაში მე მახსოვს რამოდენიმე ხატი ჩემი თვალთაც მინახე ეს ხატი სულთმოფენობის ხატის მოციქულები რო არის ხო იცით ეს ხატი და ენებია ცეცხლოვანი ენებია გარდამოსული მოციქულების თავზე ესია ხატი ზოგიერთი ხატი საქმე მოციქულთას მეორე თავში წერია ძლიერი ქარიშხალი სხმა იყო და ცეცხლის ენები მოციქულებზე გარდამოვიდა ცეცხლოვანი ენები თავზე დაადგა
აი ავედი თუ არა ჩემო ძვირფასებო ამ ველზე მე ნახე ეს ცეცხლოვანი ენები მცენარე ყვავი გაუგნებული ვიყავ მუქი წითელი როგორც ენა რო არის თქვა წითელი და მომწვანო ფონი ქვემოდან ნუ ეს ყვავილი ისეთი სანახაობის მე განახებ ვეღარ მოვახერხი გიორგისთვის მე თქვა თუ კონდა ფოტო ჩაიგდო და გამედიდებინა მაგრამ არა უშო სხვა დროს ან მომოალწეს ან მე გავადიდებთ ამ სურათს და განახებ თუ კაი სურათი გამოვიდა გიორგი რო გადაიღო ხალხო ცეცხლოვანი ენების თელ ჰექტრებზე თელ თვალუწელებს სივრცეზე იყო ყვავილი ამოსული რომელიც ძალიან გავდა ცეცხლოვან ენებს გაუგნებული ვიყავ მაგრამ მე ვერ გადმოვწევ ეს უნდა რომ დამაჩოქა ამ სილამაზე და გიორგის ვეუბნები რომ მამა გადაიღე ჩქარა და რა ქვია ამ ყვავილს გიორგი გადაიღო და ხო ესეთი პროგრამა ხო იცი და გეუბნება სახელს და რა ქვია ესე იგი ამ ყვავილს ველური გველის ენა საოცრება ესეთი ყვავილი თან გველის წელი ხო ახლა ეს ჩვენი კულტურა არ არის ხვის კულტურა ეს წლების ის მაიმუნი ვეფხვი გველი მაგრამ გველი სიმბოლო გველის წელია და მაცხოვრის ცნებასაც ამით დავასრულებ მოკლედ აი ეს ამის შესახებ მე არ შემიძლია მომეყოლა თან ზაფხულია სეზონი წევა თუ კი ამას ზაფხული რა ყველაფერი შეიცვალა მაგრამ ნუ იქნება კაი ამიტები ზაფხული იწყება შეიძლება ასე თქვა და თქვენც რო გახვალთ ყველა ყოველივე ამას მიაქციეთ ყურადღება ეს პროგრამა ჩართეთ გადაუღეთ უცნობ ყვავილებს სურათები ყველაფერი დაიმახსოვრეთ და საინტერესო სხვაგან თუ იქნება მაგრამ მე მგონი მოიგია ეხლა ეს ველური გველის ენის ყვავილის სეზონი უკვე აღარა მოკლედ მაცხოვარი გვეუბნება და ეს ძალიან გვჭირდება ჩვენ იყავით ბრძენი ვითარცა გველი ჩვენთან ასე გაგახაროთ მამა კარგი ხვალ ის არის